Ola dveați camaradis, dau unisande. Amin. Meupeo sețacao nugeșinis mțemelo, sulo ceșmaridebisao, რომელი ყოველგან ხარდა ყოველსავე აღმოსებ მადლი. მოგეხსენებათ, გუშინ მართლმადიდებლობის ზეიმის და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს საყდრის მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალისა და საპატრიარქო ტიტულის უძველესი დროიდან ცნობისა და აღიარების დღე იყო. ამასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციაში მის უწმინდესობას და უნეტარესობას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს ეწვივნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვია და ზედა მცხეთა თბილისის ეპარქიის ეკლესიათა წინამძღვრები, რათა კიდევ ერთხელ გამოეხატათ მადლიერება იმ ღვაწლისთვის, რომლის შედეგადაც 1990 წელს მივიღეთ ამ აღიარების დამამტკიცებელი სიგელები. ტომოსები. გადახდილი იქნა პარაკლისი, შემდეგ კი მეუფე შიომ სიტყვით მიმართა მის უწმინდესობას. ვადოთ ღმერთს, რომ ჩვენი ერი ინარჩუნებს ამ საოცარ საუნჯეს, უმთავრეს და უდიდეს საუნჯეს, რაც ღვთისგან გვებოძა მართლმადიდებელ სარწმუნოებას და დღესაც ჩვენი წინამძღოლობით და ლოცვა-კურთხევით ჩვენი ერი ერთგულია მართლმადიდებელი ეკლესიისა. ჩვენ აღნიშნავთ კიდევ ერთ საოცარ მოვლენას. 1990 წელს ღვთის წყალობით და თქვენი დიდი ღვაწლით, თქვენი დაუღალავი შრომით კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ აღიარა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალია და აი ამ დღეს მართლმადიდებლობის ზეიმზე თქვენ მზადდებოდით კონსტანტინოპოლში და ყოვლად უწმინდესი მსოფლიო პატრიარქ დიმიტრიოსის მიერ თქვენ გადმოგეცათ და თქვენი სახით ყველას ჩვენ მთელს საქართველოს ეკლესიას, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის და მტკიცების სიგელი და კათოლიკოს პატრიარქის ტიტულის ცნობის სიგელი. ეს იყო დიდი სიხარული, გამარჯვება მთელი ჩვენი ეკლესიისა და ეს იყო შედეგი თქვენ უწმინდესობავ, თქვენი დიდი ღვაწლის და თქვენი დიდი ავტორიტეტის. ამ დიდ მოვლენას, რომელიც არის ერთ-ერთი გამორჩეული ფურცელი ჩვენი ერის და ეკლესიის ისტორიაში ნამდვილად, წინ უძღოდა დიდი სამეცნიერო მუშაობა თქვენი და თქვენი თანამოსაგრე ადამიანების, მეცნიერების, სასულიერო პირების და ასევე დიდი მუშაობა ეკლესიათა შორისი ურთიერთობების თვალსაზრისით. სწორედ თქვენი დამსახურება ერთ-ერთი მთავარი კიდევ ის არის, რომ ამ დოკუმენტში ჩაიწერა, რომ ჩვენი ავტოკეფალია არის უძველესი დროიდან. გილოცავ კიდევ ერთხელ თქვენ უწმინდესობავ და უნეტარესობავ ამ დიდ მოვლენას და მე მინდა შვილებრივი სიყვარულით მადლობა მითხრათ თქვენ ამ დიდი ღვაწლისთვის. ჩვენ გვიამაყებით როგორც ჩვენი სულიერი მამა, გვიამაყებით როგორც წინამძღოლი და პატრიარქი და ერის მამა, ეთნარქი ნამდვილი ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით და ვევედრებით უფალს თქვენი ჯანმრთელობისთვის, თქვენი დღეგრძელობისთვის, თქვენი სულიერი სიმხნევისთვის და ჩვენი ყველასი, ჩვენი ეკლესიის და ერის გადარჩენისთვის და გაძლიერებისთვის. ამინ. მრავალჟამიერი სიცოცხლე ჩვენს პატრიარქს.